მოგბრძანდით დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ბინა, რომელშიც რემონტი სულ ახლახანს დასრულდა, რა თქმა უნდა, შესაბამისად არის უცხოვრებელი, ეს კი არის ჩვენი სველი წერტილი. როგორც კი შემოდივართ, ხელმარცხნივარი სველი წერტილი ინტეგრირებული ჩაშენებული მექანიზმებით, როგორც საშხაპის ნაწილში, ასევე ხელსაბამი და რა თქმა უნდა, უნიტაზის ნიჟარა მომწონს ძალიან და ასევე კარს უკან არის სარეცხი მანქანაც. ეხლა კი გადავიდეთ შემოსასვლელის სივრცე, ჩაშენებული კარადით, ასევე ინგლისური წყობა არის იატაკზე გამოყენებული, მალული კარით შევდივართ საძინებელში, თუმცა ჯერ ვნახოთ მისაღების სივრცე. კონდიციონერი დაყენებულია ძირითადად რბილი ავეჯაკლია მხოლოდ და მხოლოდ ამ სახლს, რომელსაც ახალი მესაკუთრე თავისი გემოვნების სამეფ შეიძენს. აქ კი გვაქვს სამზარეულო. სამზარეულოში არის ყველაფერი. აქვე შევხედოთ მიკროტალღურ ღუმელს, ასევე საცხობს, მათში ვარი არის ჩაშენებული და ჭურჭლის სარეცხი მანქანაც გვაქვს, რა თქმა უნდა. ფერი ძალიან მომწონს, ასევე კედლებზე გამომხვილებდი ყურადღების ქაღალდი არის გამოყენებული და საკმაოდ ნეიტრალური და თბილი ფერია. პირველ რიგში ხედი, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ, მთლიანად არის მოკლედ ესეთი არაჩვეულებრივი პანორამა და რაც შეეხება კომპლექსს, რო არ თქვა, არ შემიძლია, ეს არის კომპლექსი, რომელსაც გაჩნია თავისი რეკრეაციული სივრცე, დაცვა ყავს. ასევე საკმაოდ დიდი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს ორთაჭალაში. ეს კი გახლავთ საძინებელი, ზომაში ძალიან ნორმალურია, ბინა არის 63 კვადრატული მეტრი, მე-12 სართულზე, აქაც გვაქვს კარადა. აქ მოსაწესრიგებელი სივრცე, წავიდეთ ახლა მისაყვარელი აივანი ვნახოთ. იქიდან გამომდინარე, რომ მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ხედს. ჩავიხედოთ ასევე ქვევით, ბავშვები ბედნიერად თამაშობენ, მოკლედ ყველასთვის ვფიქრობ, რომ ეს უძრავი ქონება არის ნამდვილად გამორჩეული, მათთვისაც ვისაც უნდა საცხოვრებლად აქ გადმოსვა, ან ვისაც უნდა რომ გააქირაოს, რადგან ყოველთვის ყველაზე მოთხოვნადი არის კომპლექსი, რომელსაც აქვს მსგავსი ბენეფიტები. იქვე ჩანს კიდეც ცოტა აუზი, სადაც ამ ზაფხულს მობინადრეები ნამდვილად ისიამოვნებენ. გამოიწერეთ ჩემი გვერდი და დროებით.